დიდება უფალი იესო ქრისტეს. წეგან ძმა გია რომ საუბრობდა დავიცე, რა ვიცი, აი ყველაფერი გამახსენდა ერთდროულად რა, რომ წარმოგიდგენიათ მამამ სამუელი რო იყო მისული, მამამ იმის ღირსადაც კი არ ჩააგდო, რომ ერთ-ერთ ძეთა შორის ყოფილიყო. გახსოვთ ხომ რა უთხრა? ერთი კი მყავსო, მაგრამ შემდეგ ძმები ანგარებაში სდებდნენ ბრალს. აქ ისე არ ახარ მოსული რაღაცას რო არ ეძებდეო. გახსოვთ ხომ? როგორია პური, ყველი წაუღო ძმებს და კიდე აქეთ გეჩხუბონ. შემდეგ ცოლი ყავდა ისეთი, რომელიც სულელს ეძახდა. და ამას დამატებული სიმამრი მოსაკლავად დასდევდა. როგორი ამბავია? და ამ ყველაფერში მაინც ღმერთს ადიდებდა. გახსოვთ შვილი რომ მოუკვდა. წერია რომ დაიბანა პირი, თავზე ზეთი იცხო, ისევ უფლის სახში ავიდა თაყვანისაცემად. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და საინტერესოა ძვირფასება, რომ ასეთი ადამიანები არიან გმირები აი ამ წიგნის. იყვნენ აი ესეთები, აი ნახევრად გეხაზი გახსოვთ, მოწოდებული, წინასწარმეტყველთან დადიოდა, მაგრამ გამოდმებით სალიფეხით იყო ქვეყნიერებაზე. და ძალიან ცუდი იყო მისი დასასრული. და ღმერთს უნდა ძვირფასება, რომ თითეული ჩვენთაგანი მართლაც შემართულნი ვიყოთ. აი ეს დამოკიდებულება გქონდეს იმისა, რომ ღმერთო, დიდება შენ. მინდა რომ გემსახურო და დღეს ჩემი ტექსტიც ლუკას სახარების მეხუთე თავიდან არის და ამ დღეებში ერთი აღმოჩენა გავაკეთე, რაც არ ვიცი, ამდენი ხანია კითხულობ წმინდა წერილს და რაღაცების შემდეგ ისე მიიპყრობს ხოლმე შენს ყურადღებას, რომ მე ვიწყებ ხოლმე ძებნას რატომ, როგორ, ანაირად და ვიდრე ჩემ ტექსტზე გადავალ ზურფასებო, ერთი ადამიანი მინდა გაგახსენოთ, სიმონ კვირინელი. გახსოვთ ხომ ჯვარი რომად არა უფალი იესო ქრისტესი? კვირინიიდან იყო ეს კაცი, მინდვრიდან მოდიოდა, იესოს ჯვარი აკიდეს და მარკოზი ამბობს ძალიან საინტერესო სიტყვებს. და აი ამ სიტყვებმა მიიზიდა ჩემი ყურადღება. მარკოზის სახარება მე-15 თავი 21 მუხლი და აიძულეს ერთი გამლელი, ვინმე სიმონ კვირინელი, სიმონი კვირინიიდან, ალექსანდრს და რუფუსის მამა, რომელიც ყაინიდან მოდიოდა მისი ჯვარი ეზიდა და აი ამან მიიპყრო ჩემი ყურადღება ალექსანდრე და რუფუსის მამა. ნედა ვინები იყვნენ ეს ალექსანდრე და რუფუსი? არა და მარკოზი ამას გამიზნულად წერს. ვისაც გიყვართ წმინდა წერილის კვლევა და ისტორიული გარემოება, იცით ალბათ რომ მარკოზის სახარება რომშია დაწერილი. პეტრესგან აქვს მიღებული მარკოს სახარება და რატომღაც მარკოზი მიზანშეწონილად თვლის, რომ აი ეს ორი სახელი მოიხსენიოს. ეხლა არაფერი გასაკვირი ამაში არ იქნებოდა, რომ არა პავლეს წერილი რომაელთა მიმართ. მარკოზი რომიდან წერს, პავლე რომაელებს წერს. მოიკითხეთო უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი, რომელიც დედა ჩემიცაა. აღმოჩნდა რომ სიმონ კვირინელი ძვირფასებო, მე არ მაქვს დრო ახლა ყველაფერი წავიკითხო, კვირინელები ანტიოქიაში ჩავიდნენ საქადაგებლად. და ანტიოქიიდან ისტორიკოსები ამბობენ, რომ სიმონ კვირინელი და მისი ოჯახი რომში არიან გადასულები. იმისთვის, რომ იქ ემსახურონ ეკლესიას. და მარკოზი ახსენებს რუფუსს. აი ვიდრე ანტიოქიაში იყვნენ, სიმონ კვირინელის ოჯახი ემსახურებოდა პავლეს. როგორც ჩანს, რუფუსის დედა, პავლე ამბობს, რომ დედა ჩემიცაა.
და შემდეგ რომში გადასულები ძვირფასებო. მარკოზი ახსენებს აი ამ სიმონ კვირინელს, რომელიც რუფუსის მამა არის და მარკოზი ამბობს, თუ ჩემი სიტყვების არ გჯერავთ მკითხველებო, რომში არის ერთი რუფუსი, მამამისმა იესოს ჯვარი ატარა. მისი ჯვარის მატარებელი არის და რატომ ამბობ ძვირფასებო ამას? იცით რომ ახალი აღთქმის ეკლესია, პირველი ეკლესია, პირველი საუკუნის ეკლესია, მეორე საუკუნის ეკლესია გამუდმებით მოძრაობაში იყვნენ და ემსახურებოდნენ ღმერთს. ისინი ადგილიდან ადგილზე გადადიოდნენ, ეკლესიიდან ეკლესიაში. იმდენად საინტერესოა ძვირფასებო ეკლესიის ისტორია, რომ არ ვიცი, აი განსაკუთრებით პირველი ეს ორი საუკუნე გადმოცემები, ვინცად ჩავიდა, როგორ იქადაგა, რანაირად იქადაგა, შემდეგ ხდება ხოლმე აი ძალიან სასიამოვნო მოციქულების ცხოვრების ეპიზოდების კითხვა, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინეს ამ ადამიანებმა ეკლესიის ცხოვრებაზე. კიდევ ერთხელ ვინც ეკლესიის ისტორია იცით რომ იერუსალიმის ეკლესია ერთ ადგილზე იყო გაჩერებული. ვეღარ მოქმედებდა, ვერ მოძრაობდა. ანტიოქიის ეკლესია პირიქით ისინი გამუდმებით მოძრაობაში იყვნენ და ქადაგებდნენ სახარებას. და დღეს მე მინდა ძვირფასებო, ლუკას სახარების მეხუთე თავიდან წაგიკითხოთ 11 მუხლი და დღეს მე მინდა მოწოდებაზე გესაუბროთ. და აი რას ამბობს ძვირფასებო წმინდა წერილი. ერთხელ როცა ხალხი ავიწროვებდა მას, რომ ღმერთის სიტყვა მოესმინათ და ის იდგა გენესარეთის ტბასთან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, 20 საუკუნეა გასული და ეს ტრადიცია არ გაჩერებულა, ჩვენ დღესაც ვქადაგებთ ღმერთის სიტყვას. დაინახა ტბასთან მდგარი ორი ნავი, ხოლო მათგან გადმოსული მეთევზეები ბადეებს რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო და სთხოვა ხმელეთიდან მცირე ოდენზე გაეცურა და ჩაჯდა ნავში და იქიდან ასავლიდა ხალხს. როცა ლაპარაკი დაამთავრა, სიმონს უთხრა, შეცურე ღრმად და მოისროლე ბადეები თევზის დასაჭერად. სიმონმა უპასუხა, მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომე და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვის თანახმად ვისვრი ბადეს. ასეც მოიქცნენ. ძალიან ბევრი თევზი მოიმწყვდიეს და ბადეები უსკდებოდათ. ნიშანი მისეს ამხანაგებს, მეორე ნავში რომ მოსულიყვნენ დასახმარებლად, მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ჩაძირვა იწყეს. ეს რომ დაინახა სიმონ პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა, გამშორდი უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ. რამე თუ შიშმა შეიპყრო, იგი და ზოგიერთი თარგმანი ამბობს, შიშმა და დიდმა გაოცებამ. შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზჭერის გამო, რაც მათ დაიჭირეს. ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და იესომ უთხრა სიმონს, ნუ გეშინია, ამ მიერიდან ადამიანებს დაიჭერ. მიაყენეს ნავები ნაპირს, ყველაფერი მიატოვეს და გაყვნენ მას. გუჟინ გორის ეკლესიაში ვიყავით და საუბრობდით თევზჭერაზე, მაგრამ იესოს აღდგომის შემდეგ 153 თევზი რო დაიჭირეს, გახსოვთ? ნეტა რატომ აიძულა რომ დაეთვლევინებინა ეს 153? 153 დიდი თევზი. გვიწერია რომ იყო 153. აი, ყოველთვის ვფიქრო, აი, მაოცებდა ხოლმე ის, გახსოვთ ხომ 5000 კაცი რომ დააბურა და 12 გოდორი რო აკრიბეს ნარჩენები. ახალი მორწმუნე რო ვიყავი, ვფიქრობდი, ნეტა ეს ნარჩენები ზოგადად დაერიგებინათ, რაში ჭირდებოდათ რომ აეკრიფათ და თან 12 მერე მივხვდი. უпроსტოდ ერთ-ერთი მქადაგებლისგან მოვისმინე. თუ წიგნში წავიკითხე, 12 მოწაფე ყავდა, 12 საკი და თითო გოდორი. რომ ცხოვრების ბოლომდე არ დავიწყებოდათ. როგორ გაამრავლა იესო პური? შეიძლება სადღაცას ვიღაცას დავიწყებოდა, იცი რა არის, აი პური არა გვაქვს და მაგრამ ის გაახსენდებოდათ, გახსოვთ გოდორი რო ვათრიე? წელი მტკივა დღემდე. 12 საკი და 12 მატარა.
აქაც 153 დიდი თევზი დათვალეს. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ოდესმე როცა თევზი არ ექნებოდა და სათევზაო წავიდოდნენ, გაეხსენებინათ, გახსოვს 153 დიდი თევზი რომ დავიჭირეთო. გახსოვთ ადამიანები როგორ ვართ? ვინმეს ფულს 800 ესხებ. აი ესე 800 ხო რაღაცა თანხა, არავის არ ახსოვს, მაგრამ აი ეს 20 ლარი ახსოვს, 20 მოგეცი. გახსოვს? აი რაღაცა თანხა მოგეცი, არ გახსოვს, მაგრამ 20 რომ მოგეცი გახსოვს. უნდა გახსოვდეს. ზოგს ესაც არ ახსოვს. 153 თევზი. და ძვირფასებო, ნახეთ. იესო თავის მსახურებას თევზჭერით იწყებს. ბოლოში მოწაფეები ისევ თევზის დასაჭერად მიდიან და იესო ახსენებს იმას, რომ მე თქვენ მოგიწოდეთ ადამიანთა მებადურები რომ იყოთ. და ისევ პეტრე და დანარჩენი სხვა მოწაფეები ბრუნდებიან თავიანთ მსახურებაში. და აი რამოდენიმე რამე მინდა გითხრათ ძვირფასებო ამ ტექსტიდან. და აი ესე ვინც იწერთ, ჩაიწერეთ და მე მიყვარს ხოლმე ესე პუნქტებად ნახვა მუხლების და მე ესე დაყოფა, იმიტომ რომ ჩემთვის ბევრად უფრო ადვილი დასამახსოვრებელია ხოლმე ეს ყველაფერი და ვიდრე ძვირფასებო აი რამოდენიმე რამეს გეტყვით მოწოდებაზე. ნახეთ რას ამბობს წმინდა წერილი ახალი აღთქმა იუდას წერილი პირველი თავის პირველი მუხლი. იუდა იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა მოწოდებულებს, რომელიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის. ნახეთ ძვირფასებო მეორე კორინთელთა მიმართ წერილში მე-5 თავის 17-18 მუხლები რას ამბობს. მაშასადამე ის ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილება, ძველმა განვლოდა, ახლა ყოველივე ახალია. ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც შეგვირიგა იესო ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების რაო მსახურება. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ გავაღვივო თქვენში და ჩემში ის აზრი, რომ თითეული ჩვენთაგანი მოწოდებულნი ვართ ღმერთის მიერ, იმისთვის რომ ვაკეთოთ ღმერთის საქმე. იცით რას დრო გადის ძვირფასებო და ეს ეკლესიის ისტორიამ განიცადა საუკუნეების განმავლობაში. ეკლესია რაღაცნაირად ყალიბდება ხოლმე სასულიერო პირებად და მრევლად. და დროთა განმავლობაში ისე ხდება ხოლმე, რომ აი ეს ზღვარი ისე ფართოვდება, რომ აი რაღაცნაირად ისე ხდება, რომ აი სასულიერო პირები აკეთებენ სულიერ საქმეს, მრევლი ცხოვრობს როგორც უნდა და საბოლოო ჯამში სასულიერო პირებზე არიან დამოკიდებული, სასულიერო პირებზე არის დამოკიდებული მათი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ასე არ გვისწავლია ახალი აღთქმა ძვირფასებო. ჩვენ ასე გვისწავლია წმინდა წერილი, რომ აი პავლე მოციქული, როდესაც კორინთოს ეკლესიას მიმართავს მთელს ეკლესიას და არა რაღაცა გარკვეულ ჯგუფს. მეთანხმებით თუ არა ძვირფასებო. წმინდა წერილი სავსეა მაგალითებით, რომ ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა იმისათვის, რომ ვემსახუროთ მას. და აი ძვირფასებო ეს ტექსტი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოუწოდა უფალმა იესო ქრისტემ პეტრეს და აი როგორ გითხრათ, აი ესეთი მაგალითიც არის იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი დაძახება. დიდება უფალი იესოს. კარგით, პირველი რისი თქმა წმინდა ძვირფასებო არის ის, რომ პეტრეს ეუბნება შეცურდი ღრმა და მოისროლე ბადე და პეტრემ დაუჯერა უფალს. მთელი ღამე ვითევზავე, მაგრამ შენი სიტყვისამებრ მოვისვრი ბადეს. აი პირველი რისი თქმა მინდა ძვირფასებო. თუ შენ და მე გვინდა რომ აღვასრულოთ ღმერთის ნება, ჩვენ დაგვჭირდება იესოს სიტყვის მორჩილება. პეტრემ თავისი მოწოდება მორჩილებაში პოვა. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ჩვენ ხშირად გვინდა მოწოდება მორჩილების გარეშე, მაგრამ ეს ორი განუყოფელია ერთმანეთისაგან. გიფიქრიათ იმაზე რა მოხდებოდა პეტრეს რომ ეთქვა, იცი რა არის, მოდი უფალო, შენ დურგალი ხარ, შენ საქმეს მიხედე. მოძღვარს ეძახის. მას მერე რაც თევზს დაიჭერენ, ლექსიკას ცვლის და ეუბნება უფალო. იქამდე მოძღვარი იყო, თევზჭერის მერე უფალია. მაგრამ პეტრეს რაღაცა აი ესეთი დამოკიდებულება აქვს, გრძნობა აქვს, განცდა აქვს, რომ ეს კაცი რასაც ეუბნება, იმას უნდა დაუჯეროს. და პეტრე უჯერებს. ეუბნება მთელი ღამე ვითევზავე, ვერაფერი ვერ დავიჭირე, მაგრამ რახან შენ ამბობ, მოვიქცევი შენი სიტყვისამებრ.
და იცით ძვირფასებო, რამდენჯერ გვჭირდება ჩვენ ცხოვრებაში აი ეს დამოკიდებულება, რომ უფალო ჩემი შეხედულებები კი მაქვს, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ასე მოვიქცევი. მადლობა სამი ამინისთვის. ამენ. ჩვენ პირიქით ვიქცევით ხოლმე ზოგჯერ. ვიცით ღმერთის სიტყვა რას ამბობს და ვამბობთ ხოლმე, რომ იცი რა არის, ღმერთის სიტყვა კი ამბობს, მაგრამ და ჩემი შეხედულება, ამის შეხედულება, იმის შეხედულება, გოგის შეხედულება, კოტეს შეხედულება, პეტრე ამბობს, მე ვიცი თევზაობა უფალო, მთელი ღამე ვითევზავე, ვერაფერი ვერ დავიჭირე, მაგრამ შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და ეს დამოკიდებულება თითეული მორწმუნის ცხოვრებაში უნდა დომინირებდეს, უნდა ჭარბობდეს. უფალო მაქვს ჩემი შეხედულებები, მაგრამ შენი შეხედულება, შენი სიტყვა ყველაზე მთავარია, ყველაზე უზენაესია. მოწოდებას მისი სიტყვის მორჩილებაში ვპოვებ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ახალი მორწმუნე რო ვიყავი, მალევე გავყარეს ეკლესიიდან საქადაგებლად. სოფლებში და რა ვიცი, სხვადასხვა ადგილებზე. ბევრი არაფერი არ ვიცოდით. ხუმრობით ვამბობ ხოლმე. ზოგჯერ მოსეს ვაბრალებდით ხოლმე კიდობნის აშენებას. მაგრამ ის ხალხი, ვისაც უქადაგებდით, ჩვენზე ნაკლები იცოდა და პირდაღებულები გვისმენდნენ, ეს რა კარგი ბიბლიის მცოდნეები ჩამოსულანო. მაგრამ ჯვარი კარგად ვიცოდით. ჯვარზე რომ მიდგებოდა საქმე და ვეტყოდით, რომ იესო მოკვდა შენთვის ჯვარზეო და თუ არ მოინანიებ, მეხი და დოზანა დაგეცემაო, ესე გვასწავლედნენ. ინანიებდნენ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ბევრი არაფერი არ ვიცოდით, მაგრამ მისი სიტყვისამებრ მოქმედებდით. მისი სიტყვისამებრ მივდიოდით, მისი სიტყვისამებრ ვქადაგებდით და სიმართლე რო გითხრათ, დღესაც რო ვდგავარ აქ, მისი სიტყვისამებრ ვდგავარ და ვქადაგებ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ბევრი არაფერი არ ვიცი, უფალო, მაგრამ შენი სიტყვისამებრ. მე არ ვიცი რანაირად უნდა განვიკურნო, მაგრამ შენი სიტყვა ჭეშმარიტია. მე განკურნები სხვადასხვა მეთოდებს ხედავ ახალ აღთქმაში. ზოგჯერ რწმენა, ეხლა შეიძლება ზოგმა გამასავალოს, ზოგჯერ ნაანელ ქვრივს გაგახსენებთ. შვილი რო გაუцоცხლა, სულ არ უკითხია იმისთვის, გაქვს თუ არა რწმენაო, წერია შეეცოდა. ზოგჯერ მithქვავს ლოცვაში, უფალო, რწმენა თუ არა მაქვს შემიცოდე. და მოქმედებს. ერთხელ 48 კილომდე ვიყავი, ჩამოსული ვკვდებოდი. ღამით ყურს მადებდნენ, მოკვდა თუ არაო, ჩემიანები. ერთხელ ლოცვაში უთხარი, ლოცვის ჯგუფში, მე, ჩემი ძმა და 3 მოხუცი ბებია ვიყავით. შემიწყალე უფალო, შემიცოდე, თუ რწმენა არ ყოფნის, შემიცოდე. რაღაცა ძალა შემოვიდა, ძვლები გამიმაგრა, იმ დღიდან მოყოლებული კარგად ვარ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. 20 წლის წინ მოხდა ეს, 20 წელი გავიდა. ლასლასებდი. ღამით ვხუმრობ ხოლმე, გუშინ გორში ვიყავით, ვახსენე, ძმა გოგისთან ერთად ვხუმრობით ვამბობ ხოლმე. 90-იანებში 3 კატეგორიის ადამიანები დადიოდნენ ქუჩაში. პოლიციელები, ბანდიტები და მორწმუნეები. მეტი არავინ არ დადიოდა. ერთხელ ღამის 2 საათზე გავაჩერეს. 4 ახალგაზრდა ბიჭი, გამხტრები. მაშინ ისე იყო ხალხს რომ მოვინახულებდით ხოლმე, მისი სიტყვისამებრ. ამენ. ზოგჯერ გვეწელებოდა ხოლმე ეს დრო და ისე ხდებოდა რომ კომენდანტის საათს ვარღვევდით. გახსოვს გელა ეგ დრო. ერთხელ ღამის 3 საათზე პოლიციელებმა გაგვაჩერეს, 4 ერთი მეორეზე გამხტრები, იმიტომ რომ მაშინ სადაც მიდიოდი სახში ყველგან ყავას გასმევდნენ. საჭმელი არ იყო. ჯონი ამბობს, მე რომ მივდიოდი მაჭმევდნენ, მე არ მაჭმევდნენ. ყველგან ყავას მასმევდნენ. ერთხელ მე-5 სახში მივედი და ყავა რო გამომიტანეს, თვალები მე მქონდა ეკვე ესე ყავისმისგან. მე ვთხარი, კარტოფილი გააქვთ. მე მგონი ბოლო 4 კარტოფილი ქონდათ, მე შეუჭამე. თვალები მქონდა ესე ყავისმისგან. და ესე დიდი თვალებით ღამის 3 საათზე მოდის 4 კაცი. პოლიციამ გაგვაჩერა, საიდან მოდიხართო, ამა და ამ სახლიდან, ჩაყარეო რას ელაპარაკებიო და ერთმა თქვა, მოიცადეო, აი ამას ვიცნობო. ჩემი ცოლი დადის მაგათთან ეკლესიაშიო. ძალიან კარგი ხალხი არიანო. ესენი ცუდ საქმეზე არ იქნებიან გამოსულებიო.
რა მაიძულა სიმონ კვირინელს რო ჩასულიყო ჯერ კვირინიაში, იქ დაეწყო ეკლესია, მერე ანტიოქიაში, მერე რომში, მისი სიტყვისამებრ. რა მაიძულა ანდრია პირველწოდებული საქართველოსამდე ჩამოსულიყო? მისი სიტყვისამებრ მოქმედებდნენ. ბევრი არაფერი არ ვიცი, მაგრამ შენი სიტყვისამებრ. ერთი ორჯერ თეოლოგიის გამკიცხეს. ერთი 15 წლის წინ. ის მსახურება მახსოვს. უნდა მეთქვა ადამიანი არის ქმნილება, რომელიც ღმერთმა შექმნა და ის მარადიულად იქნება ღმერთთან. და სიტყვაში თქვი მარადიული არსება მეთქი. ისეთი ამბავი დამაყარეს. არ დაუფიქრებლად თქვი. მაგრამ იმ დღეს 15 კაცმა მოინანია. 15 კაცმა. შეიძლება თეოლოგიურად ვერ გაიგეს და კარგად გამიგეთ ძვირფასებო. აქ მდგარი ადამიანი თეოლოგიაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული და განსწავლული. მაგრამ ზოგჯერ ღმერთს შეუძლია შეცდომა აეოს და სასიკეთოთაც მოატრიალოს. როცა მართლაც წრფელად მოქმედებ მისი სიტყვის მიხედვით. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ზოგჯერ ადამიანები გვეკითხებიან ხოლმე, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ემსახუროთ ღმერთს. უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. მისი სიტყვისამებრ. ილაპარაკო მისი სიტყვისამებრ. იმოქმედო მისი სიტყვისამებრ. გიყვარდეს მისი სიტყვისამებრ. თაყვანსემდე ღმერთს მისი სიტყვისამებრ. პატიებდე მისი სიტყვისამებრ. სულ არ მინდა ხოლმე ზოგჯერ პატიება, მაგრამ ერთხელ ერთმა თქვა, უნდა გავიხსენო. აი ეს რო ამბობთ ხოლმე, მიუბრუნდიო შენს მარჯვნივ და მარცხნივო და მიესალმეო და ხელი ჩამოართვიო. ერთმა თქვა, ერთზე ვიყავიო გაბრაზებულიო, 3 მბრუნების შემდეგ შეურიგდიო. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რას დავაყენებთ ხოლმე და მიუბრუნდი, მიესალმე, აი კაცია, რომელიც 3 მბრუნების მერე შერიგდა. პეტრე ეუბნება, მოძღვარო, ჯერ კიდე მოძღვარია. თელი ღამე ვითევზავე, ვერაფერი დავიჭირე, შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მეორე ძვირფასებო. მას მერე რაც პეტრე მისი სიტყვისამებრ იქცევა, მეგობრებს დაუძახა იმისთვის, რომ დახმარებოდნენ თევზაობაში. და მე მინდა მეორე კარგი ახალახთქმისეული რამ გითხრათ. იმისათვის, რომ მოწოდება აღვასრულოთ, ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება მეგობრები. დები და ძმები. ეკლესია არ არის ერთეული ადამიანების ადგილი. ჩვენ ინდივიდუალურად უყვარვართ ღმერთს, მაგრამ ერთობაში ერთი სხეული ვართ ქრისტეში. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, იცი რა არის მარტოც კარგად ვარ. და ამ ადამიანებისთვის მithქვამს, რომ ცოტა ხანი ხარ კარგად, მაგრამ დიდი ხანი ვერ გაძლებ. იმისთვის, რომ თევზი დაეჭირათ, მეგობრები დაჭირდათ. გასწორდი იესომ ისიც კი თქვა, შეიძინეთ მეგობრები უმართლობის მამონით. ყოველი ძაღლი ეხმარა იმისთვის, რომ მეგობრები შეიძინო, დაძმები შეიძინო. კონდეს აი ეს გული და დამოკიდებულება, რომ ჩვენ ყველანი თანამშრომელნი ვართ ქრისტე იესოში. არა მოპაექრენი, არამედ თანამშრომელნი. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და იმის და მივიხედავთ, რომ ნიჭი სხვადასხვანაირია, ჩვენ ყველანი მოქმედებთ როგორც ერთი სხეული, ერთი თავის ქვეშ. დიდება უფალს. ამის სიტყვაზე ერთი მასწავლებელი რო იყო, მაგ ძალიან კარგად თქვა, რა კარგია, როდესაც სხეული იმას აკეთებს, რასაც თავი ეუბნება. და სხეული თავის მორჩილებაშია. ჩვენ ყველანი ძვირფასებო ერთი სხეულნი ვართ ქრისტე იესოში. აბა გაიხსენეთ 1 კორინთელთა მიმართ წერილი, მე-12 თავის მე-13 მუხლი, ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ. ნეტავი ეს კარგად გვესმონდეს, რომ ერთი სულით ვართ მონათლულები. ერთ სხეულად. იუდეველები თუ ელინელები, მონები თუ თავისუფალნი და ყველას ერთი სულისგან დაგვილევია.
აბა ნახეთ, კოლასელთა მიმართ წერილი მესამე თავის 15 მუხლი. ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთხეულად და იყავითო რაო, მადლიერნი. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მეგობრებს დაუძახა. მოდით. მეგობრებმაც არ დაიზარეს, მოვიდნენ და იმდენად დიდი იყო თევზჭერა, რომ ორივე ნავი იძირებოდა. აბა გაიხსენეთ იოანეს 21 თავი. პეტრე რო წავიდა სათევზაოდ და სხვებიც აყვნენ და მთელი ღამე რო ითევზავეს. არ ვიცი გახსოვთ თუ არა ეს ეპიზოდი. იესო ნაპირიდან ეძახეს, შვილო, გააქვთ რამე საჭმელი და ისინი უღრებიან არა. და ზუსტად ეს ხდება, როდესაც ადამიანები თვითნებურად თავიანთი გონებით, თავიანთი შეხედულებით ვიწყებთ ხოლმე ადამიანები ჩვენ მოქმედებას, მთელი ღამე ვთევზავთ, ვერაფერს ვერ ვიჭერთ და ისევ იესოსგან გვჭირდება ხმა, გააქვთ რამე საჭმელი? არა. ეხლა მარჯვნივ მოისროლეთ ბადე, მაგრამ უფალო, მარცხნივ ვარ თევზაობას მიჩვეული? უფალო, მე ხო აი ასე ვარ მსახურებას მიჩვეული. მე ხო აი ასე ვარ, განრიგი ხო ასეთი უნდა გქონდეს, ასე. მე ხო ასე ცხოვრებას ვარ მიჩვეული. ღმერთო, მარცხნივ ვისვრი ბადეს, იესო მეუნება. ეხლა მარჯვნივ მოისროლე, შეცვალე რაღაცა შენ ცხოვრებაში. ხო ხედავ კოტე, აი ძალ რაღაცას იბრძვი, ვერაფერს ვერ აღწევ, მარჯვნივ მოისროლე ბადე, შეცვალე რაღაცა. ხო ხედავ რომ მარტოობით შორს ვეღარ მიდიხარ და დაუძახე მეგობრებს, ძმებს, დებს, თუ ლოცულობ ერთად ილოცე, თუ მსახურობ ერთად იმსახურე. იცით როგორი კარგია ხოლმე ძმებთან ერთად მსახურებაზე წასვლა. მარტოც ვიცი და ძმებთან ერთადაც. ძმებთან ერთად ძალიან კარგია. იმიტომ რომ მარტო არ ხარ. რამდენჯერ ყოფილა იცით, ქადაგება მომზადებული მქონია, ამდღარა ძმა ულაპარაკია და ჩემთვის იყო. ვითომ რაღაცა უნდა გამეცა და მივიღე. იცით რატომ ძვირფასებო? იმიტომ რომ ახალი აღთქმისეული მინდა რომ ყურადღებით მომისმინოთ. ეკლესია ასე მოწყობილი. პავლე ამბობს, როცა ერთად იკრიბებით, ზოგს ფსალმუნი აქვს, ზოგს საგალობელი, ზოგს სიტყვა, ყოველივე ხდებოდეს ასაშენებლად. არ ვიცი რატომ, მაგრამ ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ჩემთვის სათქმელი, რომელიც შეუძლია მე მელაპარაკოს აი სახში, როცა მარტო ვარ, რატომღაც გელას ირჩევს ხოლმე და მსახურებას რომ მივიდე და მისი მეშვეობით მელაპარაკოს. და ღმერთმა ეს გამიზნულად გააკეთა, რომ აი ესე ნიჭები მიმოფანდა იმისთვის, რომ ერთმანეთი ავაშენოთ. მე ხშირად მithქვამს, იცი რა არის ღმერთო, ხო შეიძლება რომ ეს რაღაცეები მელაპარაკო ან მიმართულება მომწე და კარგად გამიგე ძვირფასებო. ღმერთი გველაპარაკება თავისი სიტყვით, დაფარულშიც ისე, მაგრამ დამიჯერე ძვირფასებო. ღმერთი ლაპარაკობს მის ეკლესიაში, მისი ხალხის მეშვეობით. ზოგჯერ ფსალმუნის, ზოგჯერ ლექსის, ზოგჯერ საგალობის, სიტყვის და ამ ყველაფერს აკეთებს ღმერთი, იმიტომ რომ ავშენდეთ და დაუმშვენდეთ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. კიდევ იმ კაცზე ვამბობ, ჩამოსული რომ იყო, გაოცებული წავიდა, ეს რა გალობის გუნდი ყავთო? ნინო, აი თქვენ ყველანი. ამოდა რომ სანატრელი გუნდია ეს ნებისმიერი ეკლესიისათვის, მაგრამ მივეჩვიეთ. დღეს რომელი გალობის გუნდია? კარგი. მაგრამ ნახეთ ღმერთმა როგორ მიმოფანტა ნიჭები იმისთვის, რომ ავშენდეთ, ვინო გეშოთ, თაყვანივცეთ, სიტყვით გავძლიერდეთ და ვემსახუროთ ღმერთს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მესამე, რისი თქვაც მინდა არის შემდეგი. პეტრე ეუბნება, გამშორდი უფალო ცოდვილი ვარ და აი რა დაგჭირდება იმისთვის, რომ ღმერთს ემსახურო. აუცილებელი იქნება შენთვის და ჩემთვის ის, რომ წრფელი ადამიანები ვიყოთ. წრფელი ადამიანები ვიყოთ. იცით რა ძვირფასებო, მე მინდა დღეს აი სიწრფელეზე ვლაპარაკობ და აქედანაც წრფელი ვიყო. შეიძლება მსახურებას ისე მიეჩვიო, რომ მსახურება რუტინად გექცეს და სიწრფელე დაკარგო. ღმერთს უნდა ძვირფასებო, რომ ყოველი ჩვენი დღე აი როგორც ქრისტიანისა, როგორც მორწმუნესი იყოს, სიწრფელით ახსავსე დღე. პეტრეს არ შეშინებია იმის თქმა, რომ იცი რა არის უფალო, გამშორდი,
იმიტომ რომ ცოდვილი ადამიანი ვარ. ხედავთ ძვირფასებო სიტყვებს, აქამდე თუ მოძღვარი იყო, ეხლა უკვე უფალია, იმიტომ რომ თევზჭერა, მისი დამოკიდებულება, ხედავს რომ ეს კაცი განსხვავებულია და მეცაც გეტყვი ძვირფასებო, ვერასოდეს ვერ ემსახურები უფალს, თუ არ დაინახავ რომ ის ყველაზე დიდი და ყველაზე განსხვავებულია. რომ ის ღირსია იმისა, რომ შენი სიცოცხლე მას ეკუთვნოდეს. და ეს არის პეტრესთვის გარდამტეხი მომენტი, როდესაც პეტრე ხვდება, რომ ეს კაცი ჩვეულებრივი კაცი არ არის. და ეუბნება გამშორდი უფალო ცოდვილი ვარ. ფსალმუნი 139-13 მუხლი. დიახ, მადლობას მიაგებენ მართალნის შენ სახელს და შენი სახის წინაშე დამკვიდრდებიან გულწრფელნი. იცით, როგორ არიცით? იობზე წერია, როგორი კაცი იყო? წრფელი კაცი იყო. წრფელი ადამიანი იყო. ის არ თამაშობდა რაღაც როლებს და რაღაც წრფელი კაცი იყო. და პეტრეს სიწრფელეს იცით რომ უფალს არაფერი არ ეშლება. და ეს ნავი გამიზნულად აქვს არჩეული. პეტრე იცის რომ პეტრე უნდა იყოს ის კაცი რომელმაც იმის და მივიხედავთ რომ სამჯერ უარყოფს, მერე იმასაც კი იტყვის რომ არ ვარ ღირსი ჩემი უფალივით მოვკვდე. და ესეთი თავმდაბლური სიკვდილით კვდება პეტრე, იცის იესომ ეს ყველაფერი. პეტრეს გამიზნულად ელაპარაკება და გამიზნულად აჩვენებს ამ ყველაფერს და პეტრე წრფელია. გუშინ გორში ვამბობდი იმას რომ რა ვიცი კაცო, ეს კაცი ყველაფერში იყო პირველი. ყველაფერში რა. ნავიდან და თუ შენ ხარ უფალო, მიბრძანე რომ მოვიდე, ყველაფერში პირველია, უარყოფაშიც პირველი იყო. იოანეს 21 თავში რომ გამოეცხადება უფალი, იქაც კი პირველია. იოანე რომ ამბობს ეს უფალიაო, ტანზევით შიშველია პეტრე, შეიმოსება და ნავიდან ხტება. გახსოვთ ხომ ძვირფასებოა? არა და შემდეგ მუხლებში წერია რომ ნავიო შორი ახლოს იყო, მალევე მივიდნენ მოწაფეები, იმიტომ რომ შორს არ იყო ნავი. ნაპირზე ხო მართლაც მომგელა. ეხლა მე რომ ყოფილიყავ ვეტყოდი პეტრე მოიცადე კაცო რას ხტები რო ხტები. ერთი ნიჩვებს მოусმევ და მივალ, მაგრამ აი ასეთი კაცი იყო და ამიტომ უყვარდა უფალს. მე ძალიან არ მინდა ეხლა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ხო იცით, ადამიანები რომ ზოგჯერ ეუბნები რომ კარგი კაცო ეხლა ცოტა სხვასაც დააცადე. იქნება მეც მინდა ნავიდან გადასვლა. მაგრამ ეს კაცი ასეთი იყო ძვირფასებო. მაგრამ სიწრფელეშიც ასეთია, გამშორდი უფალო. ცოდვილი კაცი ვარ. გახსოვთ ნათანაელი პირიქით. წრფელი იყო, მაგრამ ნახეთ რას ამბობს, განა შეიძლება რამე სიკეთე მოვიდეს გალილეიდან. და იესო ეუბნება, ჯერ მაშინ დაგინახე, როცა ლეღვის ქვეშ იყავი. ასე რომ, იმისათვის რომ ღმერთს ვემსახუროთ, აუცილებლად დაგჭირდება სიწრფელე. რამოდენიმე დაგვრჩა მალე გავივლი და შემდეგი არის ძვირფასებო. იმისათვის რომ ღმერთს ვემსახუროთ, გამუდმებით დაგჭირდება დამოკიდებულება იმისა, რომ ღვთის მოშიშება და გაოცება არასოდეს არ დავკარგოთ. მიყვარს ხოლმე ამის თქმა, ძმაულეგი მაბრაზებს ხოლმე ამის გამო. იმდენი ხანია დავდივართ ეკლესიაში, რომ დაგვაუწყლარისთვის მოვედითო. იმდენი ხანია ეკლესიაში დავდივართ, დაგვაუწყლარისთვის მოვედით. გახსოვთ იესოზე წერია, რომ ჩადგაო, როა უყირავა მაგიდები. და არავის აძლევდაო იმის უფლებას, რომ ტაძრის გზით რამე გაეტანათ. არ ვიცი იერუსალიმში ხარ თუ არა ნამყოფი, იქ არის აღმოსავლეთის კარიბჭე. აღმოსავლეთის კარიბჭიდან ბაზრამდე მისასვლელი გზა, მოკლე გზა. გადიოდა ამ აღმოსავლეთის კარიბჭეზე. და აღმოსავლეთის კარიბჭით თუ შევიდოდა კაცი, ტაძრის გზა უნდა გაევლო იმისათვის, რომ ბაზარში მისულიყო და ეს მღვდელმთავრებმა, ფარისეულებმა გამიზნულად გააკეთეს იმისთვის, რომ მოვაჭრეები რომ შედიოდნენ აღმოსავლეთ კარიბჭეში, საუკეთესო დაეტოვა თავისთვის და მერე გადაეყიდათ. იესოზე წერია, ჩადგა ამ გზაზე და არავის აძლევდა უფლებას, რომ ტაძრის გზით რამე გაეტარა. რატომ იცით ძვირფასებო? იმიტომ რომ ტაძრის ეზოები გახსოვთ ისომ რა თქვა, ჩემი სახლი რა უნდა იყოსო? სამლოცველო სახლი, თქვენ კი რაო? ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ, სავაჭრო სახლად აქციეთ. ტაძრის ეზოების დანიშნულება იყო თაყვანის ცემა და არა უბრალოდ გავლა.
და ამ ეპიზოდს რომ სწავლობდი ძვირფასებო, წრფელი ვიქნები. მithქვამს, რამდენჯერ ყოფილვარ ეკლესიაში გავლით. გავიარო. ამას ვნახავ, იმას მივესალმები, ამას მოვესალმები, ესე და არ ვიცოდი, რომ ეს ადგილი, უბრალოდ ვიცოდი და კიდევ ერთხელ გავიხსენე, რომ ეს ადგილი არის სამლოცველო სახლი, თაყვანისცემის ადგილი, რომ აქ გამომვლელები არა ვართ. აი იმ ტაძრის ეზოში რომ გაივლიდნენ და გამოივლიდნენ. ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ თაყვანივცეთ ღმერთს. და ეს დამოკიდებულება იმისაც ძვირფასებო, ნახეთ, დიდმა შიშმა მოიწვეს და ზოგიერთი თარგმანი ამბობს შიშთან ერთად გაოცებამ. იცით როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ეკლესიაში რომ მოვდივართ? ვაუ. უფალო, გაოცებული ვარ შენით. მაოცებ შენი სიტყვა, მაოცებ შენი საგალობელი, მაოცებ შენი სიდიადე, შენი ბრწყინვალება, ამასთან ერთად უფალო, დამეხმარე რომ შენი მოშიშობა არ დავკარგო. რომ აი ამ მოშიშობაში ვავლენდე თაყვანისცემას. ვიღაცას კარგად უთქვამს, ყველა შეუძლია აქოს უფალი, მაგრამ თაყვანისცემა მხოლოდ მაღლიდან შობილი ადამიანების ხვედრია. იმიტომ რომ იესომ თქვა, თაყვანისცემა ხდება დაფარულში, შინაგანში, სულითა და ჭეშმარიტებით. თაყვანისცემა ღმერთის შვილების ხვედრია. მე უამრავი ადამიანი მინახავს, როგორ აქებენ ღმერთს. მაგრამ თაყვანისცემა მაღლიდან შობილი ადამიანების ხვედრი არის. და ეს გაოცება, აი ეს მოშიშება არასოდეს არ უნდა დაგვეკარგოს იმისთვის თუ გვინდა რომ ვემსახუროთ ღმერთს. უბრალოდ წარმოედგინეთ ძვირფასებო, ქადაგებლებს აი ესეთი დამოკიდებულება გქონდეს, რომ აი ერთი მსახურება, კიდე ავალ რაღაცებს ვიტყვი და ჩამოვალ. ან გალობმა რო თქვან, ავალ რაღაცას ვიგალობები და ჩამოვალ. ზოგჯერ კვირაში 3-4 მსახურებას ვატარებთ. არის ხოლმე დღეები 5 მსახურებაც ქონია. და იცით ძვირფასებო, თითოეულ მსახურებაზე ვცდილობ რომ ეს დამოკიდებულება შევინარჩუნო, უფალო, სულ რომ 5 კაცი იჯდეს, თუ შენ არ დამეხმარები, ვერაფერს ვერ ვილაპარაკებ. გახსოვთ ადრე მოგიყევით ერთი ისტორია. ერთმა ახალგაზრდამ რო შეაწუხა მწყემსი, მაკადაგე უკვირავს მსახურებაზე. და მწყემსი ეუბნებოდა არ ხარ მზად და ბოლოს ისე შეაწუხა ამ ახალგაზრდა ბიჭმა, რომ კვირას უთხრა ადი და იქადაგეო. ეს ბიჭი ავიდა სცენაზე, აიღო მიკროფონი, 1 საათიანი ქადაგება ქოლა მომზადებული, 5 წუთში თქვა ყველაფერი და დაიბნა. გაჩერდა, ვეღარაფერს ვეღარ ლაპარაკობს, ბოლოს თავჩაგინდრული ჩამოვიდა და დაჯდა და ერთმა ხუცესმა უთხრა, ნეტავი მაღლა ისეთი ასულიყავი როგორც ჩამოხვედიო. ეს ადგილი ძვირფასებო გაოცების ადგილია. ეს ადგილი ეკლესია ღმერთის მოშიშების და გაოცების ადგილი არის, რომ თითოეულ იცით ძვირფასებო, თუ ასეთი დამოკიდებულება გაქვს, შენ შვილებსაც აი ამ დამოკიდებულებას გადასცემ, რომ ღმერთი დიდებული ღმერთია. რომელმაც წითელი ზღვა გააპო. ვაუ! დღეს როგორ ვარ? ხო, ნუ ღმერთმა გააპო ზღვა. არა, ესე ნუ იტყვი. თქვი რომ ღმერთმა ზღვა გააპო და მშრალზე გაიარეს. ერთ-ერთ უნივერსიტეტში ერთი ამბავი იყო ტრადიციულად ქრისტიანულ უნივერსიტეტში, რომელმაც მიმართულება შეიცვალა, დებატები მოეწყო. ერთი მხარე ამტკიცებდა იმას, რომ იცი რა არის, ნუ ეს შეუძლებელია, ნუ ღმერთი ეს შეუძლებელია და მეორე მხარესგან მოელოდნენ იმას, რომ ისიც ყოდა, არა, ეს შესაძლებელია თქვა, მართლები ხართ, შეუძლებელია. შეუძლებელია ადამიანური ძალებით წითელი ზღვა გაპობილიყო. შეუძლებელი ადამიანური ძალებით 4 დღის მკვდარი გაცოცხლდეს. შეუძლებელი ადამიანური ძალებით წყალი ღვინოდ იქცეს. ეს შეუძლებელია, მაგრამ ღმერთთან ერთად ყოველივე შესაძლებელია, იმიტომ რომ ღმერთი ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე. არ უნდა დაეჭირათ თევზი, დღისით, ბზისით, თევზაობა ღამე ხდებოდა. მაგრამ იმდენი დაიჭირეს, არ ვიცი ესო რა გააკეთათ, დაუძახა თევზს. ესე თითიჩაყო წყალში და თქვა მოდითო და მიმართულება მისცა, არ ვიცი, ყოველივე მისი დგას, მასში ვსუნთქავთ, მასში ვარსებობთ, ის არის ყოველივეზე მაღლა, ის არის ეკლესიის თავი. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და ბოლოს ყოველივე მიატოვეს და გაყვნენ მას. გინდა ღმერთის მსახურება, ისწავლე რაღაცების მიტოვება, რომ გაყვე ღმერთს.
ნეტარ კარგად გავიგოთ ეს, უფრო კარგი ამინი იქნებოდა ან რა ვიცი. ისწავლე რაღაცების მიტოვება იმისთვის რომ გაყვე ღმერთს. დამიჯერე ძვირფასებო, თუ ღმერთის მსახური გინდა იყო, მოგიწევს შენს და მეც რაღაცებზე უარის თქმა იმისთვის რომ ღმერთს ვემსახუროთ. ერთხელ ელიამ ჩაიარა და ელისეს გადაუგდო მოსას ხამი. ელისა იღებს ამ მოსას ხამს, მიყვება ელიას და ეუბნება, ნება მომეცი რომ წავიდე და დავემშვიდობე ჩემებს. და ელი ეუბნება, ტექსში ასეთი სიტყვები წერია, რავალი მაქვსო შენი? ან შენ რავალი გაქვსო ჩემი? წადი, რაც გინდა ის გააკეთე. მაგრამ ელისე მიცის, თუ ამ მომენტს გაუშვებს ხელიდან, დამთავრებულია მისი მოწოდება. და იცით რას აკეთებს? ხარებს კლავს, ურემს ჩეხავს, ცეცხლს ანთებს, ხარშავს ხორცს და აცხადებს, რომ დამთავრდა ჩემი ცხოვრება, ძველი. იგივე გააკეთეს მოწაფემა, წერია, მიატოვეს ნავები და ყველაფერი, რაც მათ ჰქონდათ და გაყვნენ იესოს. ერთი მუხლია ყოველთვის მაოცებდა. ლუკას სახარების მე-17 თავშია დაწერილი 32 მუხლია. ყოველთვის მაოცებდა. გსმენია თქვენ, აი ყველაზე პატარა მუხლი რომელია ახალ თქმაში? იესო აცრემდა. ეს არის შემდეგ, 3 სიტყვიანია. ეს მუხლი გაიხსენეთ ლოტის ცოლი. ეხლა რამდენი ღვთისქალი იყო ბიბლიაში. ევადან დაწყებული, კაცო, იგი მირიამი და იქ ესთერი და მოვიდა დიდების უფალი. და იმის მაგივრად რომ ელაპარაკა ეხლა ესთერზე და თქვა, გაიხსენეთ ლოტის ცოლი. და რა გააკეთა ლოტის ცოლმა? უკან გაიხედა. და უსიცოცხლო სვეტად იქცა და დამიჯერეთ ძვირფასებო. ყოველთვის როცა უკან ვიხედებით, უსიცოცხლო საგნეებად ვიქცევით ხოლმე. და ამას მორწმუნეებიც გვამჩნევენ. იცით რამდენჯერ მინახავს ქადაგებლები ღმერთის სულით სავსე, ცეცხლით სავსე რაღაცა და გავიდა დრო და აღარაფერი აღარ არის. აი ქადაგებენ და თითქოს აღარაფერი არ ხდება. რატომ ძვირფასებო? იმიტომ რომ უკან ვიხედებით ხოლმე. არა და ღმერთს უნდა რომ სიცოცხლით სავსენი ვიყოთ. იესომ თქვა, თქვენი მუცლებიდან იდინებენო სიცოცხლის წყლის რაო? მდინარეები. ესე კი არა, წვეთი იქ წვედა, მდინარეები იდინებენ. დიდება უფალს. იესომ თქვა, გაიხსენეთო ლოტის ცოლი. უკან გაიხედა. გაიხსენეთ იესოს სიტყვები. არ ივარგებს კაცი, რომელიც გუთანს ხელს კიდებს და რა შვრებაო? უკან იხედება. მოწაფეებმა კარგად იცოდნენ მსახურების ფასი და მსახურების ფასი იყო ის, რომ უნდა მიეტოვებინათ თავიანთი წარსული ცხოვრება, იმისთვის რომ ღმერთის მსახურები ყოფილიყვნენ. ეხლა ნახეთ ძვირფასებო. მე მინდა რომ დღეს ეს თანამედროვე სიტყვას გამოვიყენება, რელევანტური რომ ვიყო და გამოსადეგი რომ იყოს ის სიტყვები, რომელსაც ვქადაგებთ. ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში არის რაღაცა, რისი მიტოვებაც შეგვიძლია იმისთვის, რომ ღმერთს ვემსახუროთ. ზოგჯერ შეიძლება ეს უბრალოდ სიზარმაცე იყოს. დიდება უფალი იესოს. წინა კვირას ბათუმის ეკლესიაში ვიყავით. და ამით დავასრულებ. მსახურების ბოლოს გალობა გქონდა, ზიარება ჩავატარეთ და რაღაცა ისეთი კარგი გარემო იყო. აი ესეთი ხო იცით, აი წასვლა რო აღარ გინდა. და გამახსენდა ესაიას წერილიდან მე-40 თავი. 31 მუხლე თუ 30 მუხლეა თუ არ ვცდები. უფლის მომლოდინენი, 31-ია. უფლის მომლოდინენი ძალას განიახლებენო. არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან და ამით მინდა დავასრულო ძვირფასებო. მომისვლეთ ყურადღებით. ადამიანი ჯერ სიარულს სწავლობს და მერე სირბილს. ესაი ამბობს, რომ ჯერ ირბენ და მერე ივლიანო. არ ვიცი გიფიქრია თუ არა ამაზე. ყოფილა ისე რომ აი ჯგუფი მიდიხარ და ჩამორჩი ჯგუფს. გაიხედე და რაღაცაში გაები საუბარში და გაიხედე ერთი 20-30 მეტრით წინ არიან და იცი რომ თუ ისევ სიარულს გააგრძელებ, ვერასოდეს ვერ წამოეწევი. გქონიათ ასეთი შემთხვევა. მშობელს ჩამორჩენილ ხარ ვინმეს.
ეს აი ამობს რომ ირბიენნო. და იცით რამდენჯერ მქონია ჩემს ცხოვრებაში ჩამორჩენა. აი ჩამოვრჩი. მივედი ეკლესიაში ქადაგება მოვისმინე და მივხვდი რომ ჩამოვრჩი სიყვარულს. ჩამოვრჩი პატიებას. ჩამოვრჩი ერთგულებას, ჩამოვრჩი ძმობას, ჩამოვრჩი ეკლესიას და იმისთვის რომ სიარული შევძლო, ჯერ უნდა ვირბინო. მე ხლა სპორტსმენი ვიყავი და კარგად ვიცი. რას ნიშნავს რუსული სიტყვა უნდა ვიხმარო, რივოკებს ეძახდნენ. აი ეს გახურების დროს სწრაფი სირბილი იყო იმისთვის რომ სხეული გახურებული იყო, რომ დატვირთვა აეტანა. და იცით ზურბასებო. ბათუმიშიც ამას ვამბობდი და აი დღესაც ამის გამეორება მინდა. მე არ ვიცი რამდენი ვართ ჩამორჩენილები, მაგრამ დღეს ღმერთი მოგიწოდებს რომ დაეწიე. დაეწიე რომ მე სიარული შეძლო. იცით რამდენჯერ ყოფილა რომ უფალსაც კი ჩამორჩენილ ვარ. ვინც გამასამართლებს გამასამართლოს არ აუშავს. მაგრამ ზოგიერთი გაიგებს. უფალში ჩამოვრჩენილ ვარ და იცით ზურბასებო, სირბილი დამჭირვებია და რა იყო ეს ჩემი სირბილი? მეტი ლოცვა. არც ერთი მსახურების არ გამოტოვება. ძმებთან ერთად ყოფნა, სიტყვის მოსმენა და იცით ზურბასებო, რო წამოეწევი, მე ძალიან კარგია ხოლმე სიარული, დიდება უფალი იესო ქრისტეს. დღეს ღმერთს უნდა ზურბასებო რომ ვემსახუროთ. ვემსახუროთ ისე როგორც მას სურს, მას ნებავს. ახალი აღთქმის მსახურები რომ ვიყოთ ზურბასებო და თუ ჩვენი დამოკიდებულება ასეთი იქნება, დამიჯერეთ, არც ერთი ჩვენთაგანი არ დავრჩებით უნაყოფონი მის ყანაში. დიდება უფალი იესოს. აბა გაიხსენეთ ერთი ხის ამბავი და აი 3 წელი რომ მიდიოდა რო უთოხნიდა და ნაყოფი რომ არ მოქონდა. გახსოვთ რა უთხრა, მოდიო მოჭერიო, რაზე უნდა ფეთავდესო მიწას. და მებაღე ეუბნება, 1 წელი კიდევ დააცადე. იცით რომ ეს მებაღე დიდი ალბათობით სიმბოლირებს ქრისტეს, რომელიც გამუდმებით შუამდგომლობს ჩვენთვის. იცით ხო რომ დიდი მღვდელმთავარი ყავს ზეცაში, მამის მარჯვნივზის და ის შუამდგომ 1 წელიც მოუთოხნიო, იქ ნაკელს მივაყრე. არ და რაძნელი არა რომ მოგითოხნიან და ნაკელს მოგაყრიან. აღარ მინდა შევიდე ამ თემაში. ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, უფალო, რატომ გამოჩნდა ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ჩემთან ნერვების მოსაშლელად? სწორია. შენი ნერვების მოსაშლელად არის, უბრალოდ, ეხლა იმას უნდა დააკვირდე, ეს ნერვების მოშლა აგაშენებს თუ დაგანგრევს? რატომ ხდება ხოლმე ღმერთო ასე 3 წელია დავდივარ. პაპა ჩემა იცოდა ხოლმე, გვეუბნებოდა ბავშვები რო ვიყავით, ხეს ნაყოფი რო არ მოაქვსო, ცულით უნდა მიხვიდე და უნდა შეაშინო. ღმერთი კი აგვაშინებს. ეხლა მოგჭრი და ღმერთის მიზანია რომ ნაყოფიერი ვიყოთ. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. რატომ იცით ზურბასებო? გინდა დაიჯერეთ, გინდა არა. შეიძლება ეხლა თქვა, აი ეხლა კოტე აქამდე კარგად ლაპარაკობდი, ეხლა რა ვიცი აბა. დამიჯერეთ რომ მართლა მჭირდებით. და იმედი მაქვს რომ მეც გჭირდებით. რომ ეკლესია სხეულია, ორგანიზმია. მაცოცხლებელი კავშირებით გაერთიანებული იმისთვის რომ ვემსახუროთ ღმერთს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ამენ. მოდით წამოდგეთ ფეხზე. ჩემი მოწოდება იქნება დღეს ზურბასებო რომ უთხრათ ღმერთს, ღმერთო, დამეხმარე ვიყო მსახური ახალი აღთქმისა. დამეხმარე მორჩილებაში, დამეხმარე სიწყრფელეში, დამეხმარე დაძმებთან ურთიერთობაში. ხედავთ რამდენი სფეროა ზურბასებო? დამეხმარე უფალო იესო ქრისტე. დამეხმარე რომ მიტოვება შევძლო რაღაცეების და დამეხმარე რომ გემსახურო. გულით, სულით
რომ ჩემი ცხოვრება უფალო შენ გეკუთვნოდეს და დამეჯერე ძვირფასებო არ არსებობს ამაზე დიდი პატივი. გერქვას ღმერთის მსახური ძმაგიას უყვარს ხოლმე ამის თქმა, ჩემი მსახური იქ იყო სადაც მე ვარო. რომ ჩვენ ძვირფასებო იქ უნდა ვიყოთ სადაც ჩვენი უფალია, ჩვენი ღმერთი არის. დიდება უფალია იესო ქრისტეს. მოდი აღვაყროთ ხელები და ვთხოვოთ ღმერთს რომ ზეცე რომ მამა მადლობა შენ. მოდი აღიმაღლე ხმა. მოდი ლოცვით მიმართე ღმერთს და უთხარი უფალო. დამეხმარე რომ გემსახურო შენ. დამეხმარე რომ ვიყო მსახური ახალი აღთქმისა. დამეხმარე უფალო ღმერთ რომ ჩემი ცხოვრება შენ გეკუთვნოდეს. რომ გადმოგეცე. რომ ვიყო წრფელი უფალო შენ წინაშე, ვიყო მორჩილი, რომ ყოველთვის გაოცებული ვიყო შენი ბრწყინვალებით, შენი სიდიადით. რადგან შენ ახარ უფალი, შენ ახარ ღმერთი. არ ვინ არის შენი მსგავსი, შენი სადარი, ვერავის ვერ შეგადარებთ უფალო. შენ ხარ დიდებული, შენ ხარ წმინდა. უდიდესი პატივია ვიყოთ შენი მსახურები, გემსახუროთ შენ, ვილაპარაკოთ უფალო შენი სიტყვა. ჩვენს ახლობლებში, ჩვენს მეზობლებში, ჩვენს ნათესავებში. რომ ჩვენ გაბედულად ვამბობდეთ, რომ ჩვენ შენი ძენი დასულნი ვართ. რომ მსახურნი ვართ ახალი აღთქმისა. გვიყვარ ხარ შენ უფალო იესო. არ ვინ არის შენი მსგავსი და დიდება შენ. აწდა მარადის და უკუნეთი უკუნისამდე. Amen. დიდება უფალი იესო ქრისტეს.